ძალიან მარტივად გავაკეთო ეს გასაგებ ენაზე, იმიტომ რომ ნამდვილად არის ძალიან სავალალო ვითარება შექმნილი და ჩვენ კარგავთ ძალიან დიდ შესაძლებლობებს, რომელიც გაიხსნა ისტორიული საქართველოსთვის, სხვათა შორის ხაზი უნდა გაუსვათ, რომ უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგად მოხდა ეს მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეხლა მე მინდა რაზე გავუმახვილო ყურადღება, რომ იყო პერიოდი, როდესაც ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას დაკომპლექტებულს ქართული ოცნების მიერ ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან. ქართული ოცნების პირობებში მოხდა გაფორმება ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო რეჟიმის გაფორმება, შემდგომ კანდიდატის სტატუსის მიღება. ამას წინ მრავალწლიანი სამუშაო. მრავალწლიანი, მაგრამ მე ახლა ამას რატო ვამბობ, რომ მას თვითონ ამით ამაყობდნენ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ხო და იმიტომ ვამბობ, რომ მის შემდეგ ევროკავშირის მიდგომები, ფასეულობების სისტემა, პრინციპები თანამშრომლობის და ასე შემდეგ არ შეცვლილა. ამის დამადასტურებლად მინდა მოვიყვანო ის ფაქტი, რომ ყველა დანარჩენ ქვეყანასთან, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებთან, ისეთივე თანმიმდევრულობით ვითარდება ევროკავშირის ურთიერთობები, როგორც მანამდე. არათუ არ შეცვლილა, მე ვფიქრობ, უფრო განვითარდა, გაღრმავდა, დაახლოვდა და ქართული ოცნების მიმართ შეიძლება ითქვას უფრო შეერბილდა, იმიტომ რომ რასაც ახლა ამათ პატიობენ, წინა ხელისუფლებას მსგავსი ტიპის გადაცდომებს არ აპატიებდნენ და უფრო ხისტი და დაუნდობლები იყვნენ ნებისმიერ შეცდომას. დიახ და უნდა ვთქვათ, რომ ის კანდიდატის სტატუსი, რომელიც მოგცა ჩვენ ევროკავშირმა, დიდწილად იყო ავანსი. ვინაიდან მანამდე გვახსოვს ჩვენ 12 პირობა, შემდეგ დაწურული 9 პირობამდე არანაირად არ შეცვლილა, პირიქით გაამკაცრა მაშინ საკუთარი რიტორიკა ევროკავშირის მიმართ ქართულმა ოცნებამ და ამის დამიუხედავად ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამის ყოველივისა, ესე იგი ჩვენი ურთიერთობები ახლა ამისთან მდგომარეობაში და რატო? იმიტომ კი არა რომ შეიცვალა ევროკავშირი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ და შესაბამისად საქართველოს მთავრობამ შეცვალა საკუთარი მიდგომები ევროკავშირთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ მივიღეთ ეს ვითარება, როდესაც ჩვენ გვესმის ძალიან წრეგადასული ანტიევროპული რიტორიკა და ამის კარგი მაგალითია ბატონი შალვა პაპუაშვილი სამწუხაროდ, შეიძლება მას ჩემპიონი უწოდოთ ამ თვალსაზრისით. და მივედით აი მდგომარეობამდე, როდესაც არამხოლოდ შეწყვეტილია ყველანაირი პრაქტიკულად კომუნიკაციის არხები ევროკავშირთან, ამეთ დადგა აი უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე ჩვენს წინაშე და ეხლა კონკრეტულად მინდა აი ორ მომენტზე გავუმახვილო ყურადღება ეხლა. ჯერ ერთი მინდა ურჩიო ბატონ შალვა პაპუაშვილს, რომ აღარ დაუჯეროს იმ დიპლომატიურ მრჩევლებს, რომლებიც კარნახობენ მას ძალიან სუსტ არგუმენტებს აძლევენ. მაგალითად, დაადანაშაულა ეხლა ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დარღვევაში. საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, აი პირდაპირ ასე. თან არა კონკრეტულად, ზოგადად მთლიანად ევროკავშირს 28 ქვეყანას და ევრობიუროკრატებს. ყველა დიპლომატმა ძალიან კარგად იცის, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება არის აბსოლუტურად სუვერენული უფლება ნებისმიერი სახელმწიფოსი, მათ შორის ჩვენიც და ჩვენ ვართ სრულიად თავისუფლები, რომ გადავწყვიტოთ რა რეჟიმი გვექნება ამა თუ იმ გაერთიანებას და ქვეყანასთან. იგივე რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ ევროკავშირზე, უფრო მეცაც მოგახსენებთ. სახელმწიფო სუვერენული უფლებაა, როგორი ურთიერთობები და რეჟიმიც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, მისი მოქალაქე არ შემოუშვა საკუთარ ტერიტორიაზე, ისე რომ არანაირი ახსნა განმარტებაც არ მიაწოდოს მას. ეს არის სრულიად აღიარებული ასე ვთქვათ, სუვერენული უფლება ნებისმიერი ქვეყნის. ეს ერთი. ანუ თუ ქართულ ოცნებას ასე აწუხებს ევრობიუროკრატების საერთაშორისო სამართლის დარღვევა, თავად შეუძლიათ უარი თქვან ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე. არა, მაგრამ მე რას გულისხმობ, რომ აი ამ უფლებით სხვათა შორის ჩვენ მთავრობას არაერთ გზის უსარგებლია და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობდნენ საკუთარი მოქალაქეებიდან გამომდინარე უვიზო რეჟიმის წესით საქართველოსთან დაკავშირებით არ შემოუშვია საზღვარს. და ეს არის სუვერენული უფლება. მეორე საკითხია, რამდენად ავნებს ეს რეპუტაციას, ავტორიტეტს და ასე შემდეგ. ეს ერთი. და მეორე, მე მინდა უთანაგრძნო ჩვენ ჯგუფს დიპლომატების, რომლებიც იყვნენ მოლაპარაკებაზე ბრიუსელში. იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც არანაირი კომპრომისების საშუალება და არანაირი მანევრის ველი მომლაპარაკებელს არ გააჩნია, ის პრაქტიკულად არის განწირული
განწერული წაგების აი, აქ მინდა ჩაგეჭრათ, იმიტომ რომ რიკარდ იოზვიაკი, რომელიც ძალიან ინფორმირებული წყაროა, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ის ამბობს, რომ მართალია მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ჩვენ ტექნიკური ჯგუფი ვართ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და პასუხს ვერ გაგცემთ, ახლა გაუქმდება რეპრესიული კანონები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები თუ არა, მაგრამ შემდეგ უკვე როცა შედიოდნენ სიღრმეში მოლაპარაკებების დროს, მათი პასუხები იყო ასეთი, რომ ოპოზიცია ფინანსდება ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, რომ გადაატრიალოს ქვეყანა, მოახდინოს ქვეყანაში რევოლუცია და ასე შემდეგ. ანუ შედიოდნენ თვითონაც პოლიტიკურ დიალოგში და პასუხად ისინი ევროპას და ამერიკას საქართველოს დახმარებას კი არ უწოდებდნენ, მათ შორის სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარებულ აუცილებელ საკითხებში, არამედ ამბობდნენ, რომ აი ოპოზიციას ეხმარებიან ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების გადატრიალებაშიო. აი წარმოიდგინეთ, როდესაც ეს არ მგონია იყოს დიპლომატია. თუ ხო, არ ვიცით ახლა ჩვენ ამდენად ეს სიმართლე შეესაბამება, მაგრამ თუ ეს ასეა, მე კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გულწრფელად უთანაგრძნობ ამ ჯგუფს, ამ ხალხის, იმიტომ რომ ან ეს არის პოლიტიკური უკიდურესი ანგაჟირების შედეგი, ან და არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის, მაგრამ ეთყობა ასეთი ინსტრუქციები ჰქონდათ და ამის ფონზე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი საკუთარი პოზიტიური ქმედებებით დადებითად ვიმოქმედოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს თუ არ გააუქმოს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ერთადერთი რჩება იმედი, რომ ვინაიდან ევროკავშირი და ზოგადად ნებისმიერი ინსტიტუტი, მათ შორის ევროკომისია, ძალიან მკაფიოდ ასხოვებს მთავრობის და ხალხის დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ, მიიღებს ამას მხედველობაში და არ გააუქმებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ ეს სრულიად არის დამოკიდებული ევროკავშირის კეთილნებაზე და ამას არანაირად ხელს არ უწყობს სამწუხაროდ დღევანდელი მთავრობა. საქართველოს დღევანდელი მთავრობა. ბატონო, ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, საგარეო წნეხი არ ჩერდება. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ შეერთებული შტატებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ქმნიან ილუზიას, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აგვარებენ ურთიერთობას, გადაწყვეტვა მოხდება ვაშინგტონთან, ბრიუსელთან, არ ვიცი, პეკინთან და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ პროტესტის უწყვეტობასთან ერთად არ წყდება, მათ შორის აი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოიკვლიონ საქართველოში ჩინური, რუსული, ირანული ინფილტრაციის დონე. და ამის მიხედვით გააგრძელონ, არ გააგრძელონ ქვეყანასთან ურთიერთობა. მართალია, კობახიძე ამბობს, რომ არასერიოზულია ჯო ვილსონიო. ამას მოყვა როგორც ჩინეთის, ისე ირანის ელჩების პიეტეტი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ისინი დამნაშავედ მაინც მხოლოდ ვაშინგტონს და ბრიუსელს თვლიან. აი, როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? ამას ეს შეიცავს თუ არა იმ შანტაჟის ნიშნებს, რასაც თვითონ კობახიძე საუბრობდა. ამერიკა ამბობს, რომ ჩვენ თქვენთან გვინდა როგორც სამართლებრივ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ქართული ოცნება პასუხობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ჩინეთი და აიღეთ ეს მაგალითად. ხო, აი სხვათა შორის ახლა დამჭირდება ცოტა დრო, რომ კარგად განმარტო ეს ვითარება, ვინაიდან ეს ცდება საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. ეს არის სახელმწიფოების აღმშენებლობის და სახელმწიფოსადმი სახელმწიფო ფილოსოფიის საკითხებს ეხება ეს და რატო. ეხლა აქ ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ აი ეს შეადარა სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხი ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი არის უძველესი კულტურის ქვეყანა, მისი სახელმწიფოებრიობა 1000 წეულებს მოიცავს და ამით ვგევართ ძალიან საქართველოს და ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული ქვეყნები ვართ და რაც შეეხება ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ ურთიერთობებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს და ჩვენ ამით ნამდვილად უნდა ვისარგებლოთ როგორც ქვეყანა. სხვათა შორის მე ვიყავი ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც იცავდა ქართული ოცნების პოზიციას, როდესაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
ჩინეთთან და სრულიად გამართლებული და კარგი ნაბიჯი იყო, დიახ. ნუ აქ გარკვეული არგუმენტები არსებობს, ახლა არ შევჩერდები მათზე, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი რა რისკებს შეიცავს ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. საერთოდ რა არის სტრატეგიული პარტნიორობა? სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ რაღაც დოკუმენტი, რომელსაც ეწერება ხელი. აქ უნდა შევნიშნავოთ, სხვათა შორის ეს დოკუმენტი ჩვენ არ გვინახავს, ის გაფორმებული არ არის, რადგან შეთანხმდნენ მაშინ თავის დროზე პრეზიდენტი სი ძინპინი 2023 წელს და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ის არ იყო ხელმოწერილი დოკუმენტი, ის იყო ერთობლივი განცხადება. რომელიც აყალიბებდა ამ ახალ სტრატეგიული ურთიერთობების რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საერთოდ საუბარიც არის. იქ იყო, ხო, ცოტა სხვაგვარად იყო. იქ იყო, ასე ვთქვათ, მინიშნებული, რომ ჩინეთი და საქართველო მხარს უჭერენ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასე ზოგადად იყო ნახსენები და თუ გვინდა ჩვენ შევადაროთ საერთოდ დღეს პრაქტიკულად, აი როგორც სასაცილოთაც არ უნდა ჟღერდეს, ერთადერთი ხელმოწერილი მაღალ დონეზე დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს, აწესრიგებს საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებს, არის 2006 წელს მესამე პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის და მაშინდელი პრეზიდენტის ბატონი ჰუ ძინტაოს მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის შესახებ განვითარების დეკლარაცია, რომელშიც სხვათა შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია ჩადებული, რომ ჩინეთი დაუჭერს მხარს ყველა ქმედებას, რასაც განახორციელებს საქართველო მასზეც, რომ განაახლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. იმიტომ რომ ქართული მხრიდან მაშინ საქართველოს ინტერესების დამცველი აწერდა ხელს ბატონო. დიახ, და იმის შემდეგ ჩვენ ამისთანავე დონის ხელშეკრულება არ მოგვიწერია. არც ეხლა ვთქვათ, ეხლა ეს აბსოლუტურად ახალი რაღაც გამოგონებაა, რომ განცხადებულია ახალ ხარისხში გადაყვანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დოკუმენტი არ გვინახავს, ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ეს, მაგრამ როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აი ეს არის ჩვენთვის კარგი მაგალითი და ის არის მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, ეხლა ჯერ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 6 მილიარდი დახმარება, რომელიც გავგეწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წვრთნის და აღჭურვის პროგრამა, რომელთაც დაიწყო აღმშენებლობა ჩვენი ჯარის, გეპატიტის დაავადებასთან ბრძოლის რამოდენიმე 100 მილიონიანი პროგრამა და ბევრი რამე შემიძლია ჩამოთვალა, როგორ შეიძლება ამას ხაზი გადაუსვა და ამერიკელებს არ დაუფასო. არა, ამერიკელებზე იცით, აი ეს კიდე ცალკე სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ანუ ეს ყველაფერი ეს არის ძალიან მივიღეთ როგორც საჩუქარი, ჩვენ სანაცვლოდ არ გაძლევთ არაფერს, მხოლოდ ანტიამერიკულ რიტორიკას და განწყობას ქვეყანაში და თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, დაიწყეთ თავიდან ჩვენი პირობები. ქვეცნობიერად მე ვფიქრობ ბატონ ირაკლი კობახიძეს ესმის როგორი მცდარი კონცეფცია ეს, იმიტომ რომ ხან ამბობს რომ სუფთა ფურცლიდან, სანამ ხან ამბობს რომ გადააახლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ეხლა რა თქვა? რომ ეს არის ჩვენი მაგალითი, აი ეს იხმძღვანელეთ ამითი, მაგრამ აქ არის საქმე იმაში, რომ ეს ეფუძნება ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობა, ეფუძნება ზიარ ფასეულობათა სისტემას და ერთიანი თანამშრომლობის პრინციპების საფუძველს. და ეხლა რა გამოდის, რომ ჩვენ ეს ზიარის სისტემა, ჩვენი ფასეულობების გვაქვს ჩინეთთან და არა გვაქვს დასავლეთთან. ამ დროს ეს არის ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას, რომელიც აყალიბებს ჩვენ ქვეყანას როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკას, ინსტიტუციონალურ დემოკრატიას, რომელსაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ და ეს ნამდვილად არ არის ის მოდელი, რომელზეც არის აწყობილი ჩინეთი და პირიქით არის. ეხლა აქ მინდა ჩაგეკითხოთ, ნახეთ ის ამბობს, რომ ჩვენ რატომ ვთხოვენ პასუხს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში, როცა თვითონ ამერიკა ცდილობს ჩინეთთან არაჩვეულებრივ ურთიერთობაში იყოს და თანაბარ დონეზე აყენებს საქართველოსა და ამერიკას, ჩვენ ერთნაირად და ერთიანად მივდივართ ჩინეთისკენ. მარტო ეს არ არის. ჩინეთთან ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობაზე არ საუბრობს არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი. ევროკავშირის დამოკიდებულება არის ძალიან ნათელი და გამოიხატება სამ პრინციპში: სტრატეგიული მეტოქეობა, კონკურენცია და პარტნიორობა. და ზუსტად ეს არის, რომ აი ეს სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი, რომელიც ბოლომდეც კი არა გვაქვს გარკვეული, რაც გვაძლევს ჩვენ. იმიტომ რომ როდესაც ჩინეთს მაგალითად უსვამთ კითხვას, ნიშნავს თუ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხდება თქვენი და რუსეთის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი, ამაზე ჩინელ დიპლომატებს პასუხი არ აქვთ. დიახ. შესაბამისად,
ჩვენ მათ შორის არც გაეროში კენჭისყრის დროს. ეს თავისთავად ამის გამოვლინებაა, მაგრამ ისი თქმა მინდა რომ აი სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება ჩინეთთან ნიშნავს, ეს არის პრაქტიკულად ანტიკონსტიტუციური ქმედება, ვინაიდან ჩვენი კონსტიტუცია სულ სხვა აყალიბებს სულ სხვა ფასეულობათა სისტემებს, თორე სხვა სოფთხედველობას. ეხლა სხვათა შორის ბატონმა ირაკლი კობახიძემ ეხლა გააგზელა ის ხაზი, რომელიც თავის დროზე დაიწყო ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მაშინ ეს ძალიან გააკვირვა ამით ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იმიტომ რომ იმ დოკუმენტში, რაც მან შეათანხმა ბატონ სი ძინპინთან, უპირობო მხარდაჭერა გამოაცხადა სამი გლობალური ჩინური ინიციატივის. ეს არის გლობალური ცივილიზაცია, გლობალური უსაფრთხოება და გლობალური პარტნიორობა. და პრაქტიკულად დიახ, ანტიამერიკული თუ არა, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა. ესე იგი, წარმოუდგენია, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა პატივი ვცეთ, ვინაიდან ჩინეთი არის გეოპოლიტიკური სერიოზული მოთამაშე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი პირველ რიგში კუთვნილების საკითხი უნდა გადავწყვეტ, რომელ სივრცეს ვეკუთვნით ჩვენ. და ჩვენი სივრცე არა მხოლოდ იმიტომ, რომ განწყობებია ასეთი ჩვენთან ხალხში, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენი კონსტიტუცია გვიყალიბებს ასე ჩვენ პრიორიტეტებს და ჩვენი ისტორია და ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი რა ვიცი, ჩვენი თქვათ სულიერი თქვათ დამოკიდებულება შემდეგ ჩვენ ამ საკითხი და ეს სივრცე მოგცემს ჩვენ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და განვითარების პერსპექტივებს და ასეთი უხეში დაპირისპირება ერთმანეთთან სასარგებლოდ, ანუ თქვა ჩინეთის სასარგებლოდ, ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური უხეში შეცდომა, არამედ ნაბიჯი, რომელიც მიმართული არის იმ პრიორიტეტების წინააღმდეგ, რომელიც არის ასე ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჩვენს კონსტიტუციაში. ბატონ ვალერი, მესმის რომ ივანიშვილს არ აწუხებს ვინ ვიზითი მოგზაურებს, ვინ უვიზოთ და საერთოდ თვითონ კოლბაშია გამოკეტილი და მიაჩნია რომ თუ კაცი ქვეყნიდან გავა და სამყაროს ნახავს, ეს უფრო დამღუპველია ამ ქვეყნისთვის, ხო? ეს მისი ცნობილი ფილოსოფია. მაგრამ აწუხებს სანქციების გაძლიერება და დამოკლეს מחვილივით დაკიდებული სანქციები ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან. ამ შემთხვევაში თქვენი აზრით ის სანქციების თავიდან არიდებას უნდა ცდილობდნენ თუ მიდის იქითკენ რომ თუ დამასანქცირებთ მე ჩავიყოლებ ამ ქვეყანას იმიტომ რომ ისედაც ჩემზე გავლენები და წნეხი აქვს რუსეთს და ქვეყანაც წყალსაც სწავლობს პოლიტიკა არის თუ არა მიჭირს თქვა იმაზე საუბარი რასაც ხედავთ მე მეგონა სიმართლე გითხრათ მე მეგონა რომ თქვათ ეს მცდელობები ზუსტად მაგ საკითხთანაც იყო დაკავშირებული ეს მცდელობები ქართული ოცნების და ჩვენი მთავრობის რომ გაეკეთილშობილდებათ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლობისტების დახმარებით ამის მცდელობები ჩვენ ვნახეთ არა. ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ეხლა ეს მოლაპარაკები რაღაცა და ვიფიქრე რომ ნუ ალბათ ეხლა რაციონალურად ხდება რაღაც საკითხების მოგვარება, ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული რომ გამოსწორება ჩვენი ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის დაკავშირებული სამ მაგიურ სიტყვასთან, ეს არის პატიმრები, კანონები, არჩევნები, რომელიც სულ თანხმედრაშია სხვათა შორის ევროპელების დამოკიდებულებასთან და როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ვიფიქრე რომ აი ნახოთ როგორ განვითარდება რაღაცა, მაგრამ ნუ სრულიად ცივი შხაპი იყო ჩემთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ირაკლი კობახიძემ და თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არა როდესაც მან პრაქტიკულად სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი მარკო რუბიო. დიახ. რასაც მოყვა ძალიან სერიოზული რეაქცია ამერიკელი პოლიტიკა და ის კანონიც არის ამის გამოძახილი სხვათა შორის, რომელიც შემდგომში განახლებული მეგობარი აქტი კიდევ უფრო მკაცრი. კიდევ უფრო მკაცრი, იმიტომ რომ პირდაპირი დავალება აქვს ეხლა სახელმწიფო დეპარტამენტს და სადღაც და დიდი მასალა აქვს შესასწავლი მინდა გითხრათ. პრაქტიკულად აღიარება ხო არ არის, ანუ შეერთებული შტატები ამბობს რომ შეისწავლეთ ჩინური და რუსული შეღწევადობა თავდაცვასა და უსაფრთხოებაში და ორ დღეში გამოდის კობახიძე რომ ამბობს რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თუ შემოღწეულია ეს ჩვენი ნებართვით ხდება. აი თუ მაგალითად ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მიზნად ნამდვილად ის რომ შერბილებული იყო სანქციები მის მიმართ, რომ გადასულიყო ახალ ხარისხში ჩვენი ურთიერთობები ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქედან გამომდინარე, შემდეგ ევროპასთან ძალიან დათური სამსახური გაუწია მას ბატონმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი
საკუთარი განცხადებებით. ეხლა დიპლომატიაში ყოველთვის ისეა, რომ ნებისმიერი გამოწვევა შეიძლება აქციოს შენ სასარგებლოდ გამოიყენო, ხო? აი ეხლა ის ბოლო კანონი, რომელთაც მიეცა დავალება სახელმწიფო დეპარტამენტ და სადაზვერო ხო გაერთიანებას რომ შეისწავლონ საკითხები, ეხლა ჩვენმა მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს საკუთარ სასარგებლოდ, იმიტომ რომ შევიდეს თანამშრომლობაში ამ ამერიკულ ინსტიტუტებთან, მთლიანად ასე ვთქვათ, გაუზიაროს ის ინფორმაცია, რამდენიც არის და როგორც არის, აღიაროს, რომ ეს საფრთხეები არის საფრთხეები, რომელიც დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და ამერიკელებთან ერთად გამოიმუშაოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რათა ეს საფრთხეები საქართველოს სახელმწიფოს წინაშე აღმოიფხვრა. მე მესმის ახლა მე რიტორიკა, მაგრამ აი მე ვხედავ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, მე ქართული ოცნების ბედი არ მადარდებს, მაგრამ მე მადარდებს საქართველოს ბედი, ჩემი ქვეყნის და ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო იზოლაციონისტურ სპირალში, რომელმაც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები მოიტანოს. ამიტომაც ვთვლი თავს ვალდებულად, რომ მივცე რაღაც რჩევა, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეხლა მე დამოუკიდებელი ექსპერტი აღარ ვარ, მხოლოდ ხო და მაგრამ ბურთი ახლა არის ნამდვილად საქართველოს ხო დიახ და ახლა არის ნამდვილად ქართული ჩვენი ხელისუფლების ანუ საქართველოს მთავრობის მხარეს და ახლა ბოლოს რო დავასკუნა ახლა რა ჩვენ ვხედავთ აი ახლა სულ ვარჩევდით ახლა ამ პერიოდში ხომ და შეიძლება დასკვნა გამოვიტაროთ რომ თუ არსებობს რაიმე საგარეო პოლიტიკური კურსი ამასთან დაკავშირებითაც დიდი კითხვები მაქვს მე ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, არა გვაქვს ჩვენ სტრატეგიული, ანუ საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, როგორც ესე იგი, დამტკიცებული დოკუმენტი არ არსებობს 22 წლიდან. სამყაროს პოლიტიკური სისტემის რომელ ნაწილში? არა, ყველაფერი აქედან მარტო ის არა მხოლოდ სტრატეგიული საკითხები, არამედ ტაქტიკური საკითხები, ანუ ის როგორ ვაპირებ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ასე შემდეგ. ნუ აი მაგალითად კონკრეტული მაგალითი, ხო? ამბობენ სულ რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვარ და ჩვენ უნდა განვადგინოთ. ბატონ ვალერი. კითხულობ, სად არის? არ შემიძლია ეს რომ არ შეგახსენოთ. კაია კალასმა თქვა რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში უნდა ჩაიდოს საქართველოს საკითხიც, რომ როცა დამთავრდება ომი უკრაინაში, უნდა დაისვა საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ. და პასუხი რა მიიღო კაია კალასმა, ნახეთ ხო? ლანძღვა წარმოუდგენელი კრიტიკა რა სტრატეგიაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმაზეა საუბარი ქართულში. ხო და გასაგებია და ეს კარგად უნდა აუხსნათ ჩვენ მაყურებლებს, იმიტომ რომ ნახეთ ახლა ჩვენ გვესმის განცხადებები დასავლეთიდან და რუსეთიდან. დასავლეთიდან გვესმის კრიტიკა, რუსეთიდან გვესმის შექება, მაგრამ ამ კრიტიკის ბოლო ორი პარაგრაფი ყოველთვის ყველა განცხადებაში არის ის, რომ ევროკავშირი ან შეერთებული შტატები თანმიმდევრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთიდან და არის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობა არ გადაიხედება და აღიარეთ ეს გეოპოლიტიკური და ეხლა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს მხოლოდ ესე ზოგადად ნათქვამისა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მიღებული სპეციალური კანონი რომელიც უგრძალავს მთავრობას თუნდაც $1 დახმარება გაუწიოს იმ ქვეყანას რომელიც აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიულ მთლიანობას რატო არ ვიყენებთ ახლა ჩვენ ამ გარემოებას საიმისოდ რომ ამერიკელებმა გააწმევინონ ვენესუელას და სირიას ცნობა აფხაზეთის და რატო იმიტომ რომ რესურსი არ აქვს ურთიერთობების ამერიკა ვერ განვაახლეთ ეს რესურსი და როგორ განვაახლებთ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს სიცრუეში მარკო რუბიოს ვერ გავალთ, რა თქმა უნდა, ასე ურთიერთობები არ ლაგდება. დიდი მადლობა ბატონ ვალერი, სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა, თუმცა ალბათ ბევრი რამ დარჩა კიდე სასაუბრო ჩვენ შორის. გელოდებით სხვა დროსაც პირდაპირ ეთერში. ბატონი ვალერი ჩეჩელაშვილი, დიპლომატი, ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.